ლაკოტეხის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობის პროექტები ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.300.000 ლარი დაფინანსდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში ჯამში 32 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობის და უკვე სრულდება პირველი ეტაპი. სოფელ ბაღდათში და სოფელ გუმრიანში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიების ჯურულია ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია, რომელიც ჯამურად 1.300.000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების შეადგენს და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა.